გამარჯობათ, ერთი ვიდეო მინდა ჩავწერო ახლა რა. საწვავთან დაკავშირებით რა. ეს საწვავი სოფლიო ბაზარზე გაიაფდა ყველგან. დასტაბილდა და დაჯდა ძველ ფასზე რა. ჩვენთან არ იაფდება, რაღაც მოიკლო 20 თეთრი და სიო ეგ არის. დარჩა 3 და 50 ღირს ყველაზე იაფიანი დიზელი. ვერ გაძღებით თქვენი დედა შევეცი, ვერ გაძღებით მილიონები რო იშოვეთ, ეხლა მილიარდები გინდათ. მილიარდებს რო იშოვით, მერე ტრილიარდები მოგონ. ვერ გაძღები. გამორიცხულია, ხო? ხო არ არსებობს, ყველაზე დიდი ღორი არსება ადამიანია, ხო? ვერ გაძღებით ამ მილიონებით, ვერასოდეს ვერ გაძღებით მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე რა. მაგრამ ამ ყველაფერს ხელისუფლება უწყობს ხელს, ეგ არის უბედურება, ხო? რატო უწყობს ხელისუფლება ხელს? წავლენ მე და არჩევნებზე ჩაურიცხავენ მილიონებს რა, ბენზინის შეუნტანები. სხვა კი არაფერს გააკეთებენ. და მერე იტყვენ, ვაიმე საქართველოში იცით რა არის, კორუფცია აღარ არის, მოსპეთ. რა კორუფცია არ არის? ვის კორუფცია არ არის? ვის ჯერა მაგის? აიმე ყველა უცბად წმინდანი გახდა უცბად სუხველა 14 წელი ფული იპარეს სუხველა ბიუჯეტიდან ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დღეს გახდა ყველა წმინდანი რა დააწიეთ ის ბენზინის ისენი ფასები და საწვავის ფასები რომ ხახმა იცხოვროს ამ ქვეყანაში იარსებოს რომ ყველამ წასვლაზე არ იფიქროს და არ მოგაფურთხოთ და არ გაგინონ მე როგორც ხვები გაგინებენ საქართველოსდან წასულები ვინც არიან და რო გიტრიალებენ მკვდარს და ცოცხალს დაუწიეთ ამ გამზდელ მოთხმ საწვავზე ფასები რომ ხალხმა იცხოვროს ამ ქვეყანაში რატო ვინი მოტყანით რა ბომჟები ხართ ვინები ხარ ესეთი ღორები ხართ თუ რასაკონელით არსებები ხართ თქვენი დედებს შევეცი მე სულ ყველასი რა ვერ გაძეხით თო